კაცრად განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა ასეთია ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს ინიციატივა. მისი განცხადებით სამინისტრო აპირებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა განსაზღვროს, თუმცა ის ამ პოლიტიკას კერძო დამქირავებელს ვერ უკარნახებს. ახალი ინიციატივით მინიმალური ხელფასის ოდენობა სპეციალობის მიხედვით მკაცრად დადგინდება და დამქირავებელს დაქირავებულისთვის განსაზღვრულზე ნაკლები თანხის გადახდა არ შეეძლება. Როგორ აფასებენ ექსპერტები მინისტრობის კანდიდატის ინიციატივას და რამდენად რეალურია ეს გადაწყვეტილება, ან როგორ განისაზღვრება სახელმწიფო მინიმუმი? ირაკლი დანელი აგრძელებს თემას. ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები უკვე 6 დღეა გაფიცული არიან 3800-მდე მაღაროელი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ისინი დაბალ ანაზღაურებასთან ერთად, რომელიც თვეში 304 ლარს შეადგენს, საწარმოში არსებულ მძიმე პირობებზეც საუბრობენ. Შესაბამება ჩვენი შრომა ამ ხელფასებს და არაფერს რა, არავითარი პირობები არ არის. ხელფასი ხო 12 საათის განმავლობაში 350, 380 ლარი. არ არის ელემენტარული დაცული არანაირი პირობები იმისა, რომ იმუშაოს ადამიანმა 28 საათიან განაკვეთში და იმ განაკვეთზე სატარიფო მიიღოს. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი შრომის კოდექსის გადახედვაზე საუბრობს. დავით სერგეენკოს განმარტებით დაქირავებულსა და დამქირავებულს შორის ურთიერთობა კანონმა უნდა დაარეგულიროს. იგი მინიმალური ხელფასის ოდენობის მკაცრად განსაზღვრის ინიციატივით გამოდის. შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკა განისაზღვროს დაუშვათ იგივე სახელმწიფოს მმართველობაში მყოფ დაწესებულებებში. ჩვენ ვერ უკარნახებთ კერძო დამქირავებელს ვის რამდენი ხელფასი გადაუხადოს. თუმცა არის სერიოზული გეგმა იმის შესახებ, რომ მკაცრად განისაზღვროს მინიმალური ხელფასი სპეციალობების მიხედვით. რაზე ნაკლების გადახდაც უკვე არ იქნება მისაღები. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ინიციატივას ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი აკრიტიკებს. ბაატა შეშელიძის აზრით, სახელმწიფო პოლიტიკაში სახელმწიფოს ამ ფორმით ჩარევა უმუშავრობის ზრდას გამოიწვევს. როდესაც სახელმწიფო აწესებს მინიმალურ სახელმწიფო განაკვეთს, ის მიიჩნევს, რომ თითქოს საბაზრო განაკვეთი დაბალია, ვიდრე ეს უნდა იყოს. შესაბამისად აღმოჩნდება, რომ უკვე გაგბილი ტარიფის პირობებში უფრო მეტი მსურველია დასაქმდეს, მაგრამ დამქირავებელი უკვე აღარ არის მზად, რომ დაასაქმდეს ეს ადამიანები. შესაბამისად შედეგი არის ის, რომ უმუშევრობა კი არ მცირდება და კეთილდღეობა კი არ იცდება, არამედ ჩვენ ვიღებთ უფრო მეტ დაუსაქმებელ და უმუშევარ ადამიანს. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მინიმალური სახელფასო ზღვარი დასავლეთის ქვეყნებშიც მოქმედებს, თუმცა ეს მოდელი საქართველოში არ გაამართლებს. ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში ამ საკითხს სხვა სტრუქტურები არეგულირებს. უცხოეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს არ აქვს დაწესებული სახელფასო მინიმუმი, სახელფასო განაკვეთების მოთხოვნით გამოდიან დამოუკიდებელი პროფკავშირები, რომელიც იცავენ დასაქმებულების ინტერესებს და ისინი არიან მომლაპარაკებლები კერძო ბიზნესთან, სახელმწიფოსთან თუ ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ეს უფრო უკეთესი ფორმაა, ვიდრე სახელმწიფოს მიერ დადგენილი სახელფასო მინიმუმი. სახელმწიფო მინიმუმის დადგენასთან ერთად ჯანდაცვის მომავალი მინისტრის საარსებო მინიმუმის გადახედვასაც გეგმავს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სექტემბრის საარსებო მინიმუმი განსაზღვრა. სტატის მონაცემებით შრომის უნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა 159 ლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10 ლარით ნაკლებია. სტატის საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს.